YouTube-ს გამომარჯოს ყველას მოგესალმებით. დღეს ამოსული ვარ ჩემი ატანეოთი. აი ამ ახალი რუსული წარმოების პროგრესის მიერ გამოშვებული კიქსის ანალოგი ჩოკის გამოსაცდელად სხვადასხვა ნომრებით. ჩვენ ტრადიციულ ადგილზე ვართ, სადაც ისევ ქარი გვაქვს. დამცავი უყენია მიკროფონს, მაგრამ შეიძლება მომენტებში მაინც გაძვრეს ეს შრიალის ხმა. აგერ ვაზნები, ჩვენი თოფი, აქ კიდე სხვა ჩოკები გვაქვს და კლასიკურად აგერ ამ ქვასადაც გდია 35 მეტრი, აგერ იქ ჩვენ სამიზნემდე. ვესვრით მივალთ მოვნიშნავთ როგორი განაწილება რა არის, სულ ყველაფერს აღნიშნავთ და როგორია ეს კიქსის ანალოგი ჩოკი. იგი პირველი გასროლა მინდა გავაკეთო ვაზნა 4 ნომერი, ჩემი დატენილი 4 ნომერი 32 გრამიანი ქაღალდის კონტეინერში. აქ იყო თხონა, რომ ცოტა სხვილი ნომრებით გვესროლა, აინტერესებდათ ამ ჩოკის მუშაობა. იგი 35 მეტრი, ჩვენი დატენილი 4 ნომერი, 32 გრამი ქაღალდის კონტეინერში. ჩოკი, კიქსის ანალოგი პროგრესი, უჟანგავი ფოლადის 0.5 შევიწროება. არ ვიცი ახლა აქ რა ჩანს, მაგრამ მაინც უნდა წერტილები დავასვა მსხვილი მარკერით. იგი პირველი გასროლის შედეგი, ჩვენი დატენილი 4 ნომერი 32 გრამიანი ქაღალდის კონტეინერში, მანძილი 35 მეტრი, ჩოკი 0.5-იანი. ნახევარი ჩოკი. ესე დავდგები, უკეთესად გამოჩნდეს. ცენტრი სრულად აღებულია, განაწილება არის თანაბარი. ამ კლასიკურ მანძილზე 35 მეტრზე მომეწონა ამის მუშაობა. ესე იგი მეორე გასროლა მინდა გავაკეთო, ეს არის აზოტ სიბირი 35 გრამიანი პირველი ნომერი კონტეინერში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ვაზნა, რაც კი ოდესმე მისვრია. დანარჩენი მანძილი, ჩოკი, ყველაფერი იგივეა. რა თქმა უნდა, პირველი ნომერი 5-თან შედარებით გაცილებით ნაკლები მარცვალი იქნება მოხვედრილი, მაგრამ ნახოთ აბა ერთი ამ აზოტ სიბირის ცუდ ვაზნას, როგორ დაამუშავებს ჩვენი ატანეო ახალი ჩოკით. ხო, თან საკმაოდ ისეთი კვახე და ძლიერი უკუცემა აქვს ხოლმე ამას, ამ აზოტ სიბირის ვაზნებს. კონტეინერი დავინახე, სადაც გადავარდა. ნახოთ აბა რა ქნა. არა უშავს, ვიცით. შეხედეთ, ჩანს ალბათ, მაგრამ მაინც მოვნიშნავ მე. ცენტრი აქაც აღებულია. დავიჯერო ჩოკმა ესე გამოვასწორა ამათი მუშაობა. არ ვიცი, ნახოთ აბა შემდეგ გასროლებზე კიდე. გასროლა ნომერი 2, ნომერი 1 35 გრამიანი აზოტ სიბირი 35 მეტრი, ჩოკი 3 ჭრილით. უჟანგავი ფოლადის კიქსის ანალოგი პროგრესი. ცენტრი აქაც აღებულია, როგორც თქვით. პირველი ნომრისთვის არ ვიცი ახლა. ალბათ კარგი შედეგია. გავაგრძელოთ ახლა და კიდე სხვა ნომრებსაც გავუყვეთ. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ეს ვაზნა ერთ-ერთი ყველაზე ცუდია, რაც კი შემხვედრია და დიდი უკუცემა აქვს და ნაკლებ ეფექტურია. გავსინჯოთ სხვებიც. შემდეგი მესამე გასროლა უკრაინული ტახოს
ნომერი 2 კონტეინერში დევს. ეს არის ნომერი 2 34 გრამიანი. დანარჩენი ყველაფერი იგივეა, მანძილი, ჩოკი, თოფი. ტახოს თითქოს ადრე არ აუშავდა, მაგრამ მაინც გამოირჩეოდა მკვეთრი უკუცემით. ვნახოთ ეს რა შედეგს მოიტანს ამ ახალი ჩოკით სამიზნეზე. კარგად მოხდა, დავინახე. ცოტა შეაქანა სამიზნე. ცოტა კი არა, კარგად შეაქანა და აი ნახეთ ამ სიშორეზე გადმოაგდო. ექსტრაქცია მოახდინა. ამაზდეს მივიდეთ ვნახოთ იქ რა მოხდა. ტახოს ორმა ნომერმაც კარგად იმუშავა, ცენტრი აქაც აღებულია. ეხლა აღნიშნავ და დავაწერ ყველაფერს. მესამე გასროლის შედეგი საფანტი ნომერი 2 34 გრამი, ტყვია ტახო უკრაინა 35 მეტრი, ჩოკი 0.5-იანი, 3 ჭრილი. აი ასეთი სურათი მივიღეთ. მინდა აღვნიშნო, რომ ვიზუალურად რო შეხედავდი, თითქოს იმ აზოტ სიბირის ერთი ნომერი და ამათი ორი ნომერიც დიდად არ განსხვავდებოდა ერთი შეხედვით, ანუ ვიზუალური დათვალიერებით ერთმანეთისგან. ალბათ არის იქ რაღაც მილიმეტრის მიათედებში განსხვავება, ეს თუნდა იყოს. თითქმის მთლიანად და კარგად არის მოცული. 4-თან შედარებით 4 ნომერთან, რა თქმა უნდა, საფანტის მარცვლის რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. შეძლებს დაგვარად კონტეინერებსაც ვპოულობ, რომ გაჩვენოთ მე ამ კიქსის ჩოკის მუშაობის მთავარი პრინციპი და უპირატესობა. რიგით მეოთხე გასროლა იგივე პირობებში. ამჯერად ვისვრით ყველასათვის საყვარელ ზუბერის ვაზნას. ეს არის 6 ნომერი 34 გრამიანი კონტეინერში. დენთის ფერიდან გამომდინარე, სავარაუდოდ ნობელ სპორტის D20 ყრია შიგნით. და ისი თქმა მინდა, ზუბერის ვაზნის ყველაზე დიდი ნაკლი არის ხოლმე, რომ მისი კონტეინერის ფრთები კარგად არ იშლება ხოლმე. აბა ვნახოთ ეს როგორ უზრუნველყოფს ახლა მის დახრას და გახსნას. ძალიან ხშირად ყოფილა ხოლმე, რომ მე ეს ვაზნა გამისვრია, სამიზნედან აგვიღია, გქონდა მე და ირაკლის ვიდეო და არც ერთი ფრთა გახსნილი არ იყო. თუ კონტეინერი ახლა ამ შემთხვევაში ვერ ვიპოვეთ, ერთ ცალს მე უბრალოდ ჰაერში გავისვრი ვერტიკალურად, რომ კონტეინერს თვალი მივადევნო და რო დაეცემა ავიღო და ვნახოთ როგორ იქნება დახრული. აბა წავედით. ყველა ვარიანტში აქ ახლა ყველაზე მეტი მარცვალი უნდა იყოს მოხვედრილი, იმიტომ რომ 6 ნომერია. მე მგონი ხმა იყო ისეთი, რომ კონტეინერი მოხვდა დაფას. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ძალიან კარგი შედეგი აჩვენა ზუბერმა. და თანაც თავარი აგერ რო ვთქვი, რომ კონტეინერი მოხვდა მეთქი. ნახეთ. თუ დაგლეჯილია და დახრულია. ამასაც შევინახავ და ბოლოს სახში პატარა შემაჯამებელ სიტყვაში განვიხილავთ ამ კონტეინერზე ჩოკის მუშაობას. ეხლა ეს დავაფერადოთ. ესეც მეოთხე შედეგი 6 ნომერი 34 გრამი ზუბერი 35 მეტრი ჩოკი 0.5-იანი 0.5 იგივე 3 ჭრილით. ესეთი სურათია. თითქმის მთელი დაფა აღებულია, სადაც წარწერაა მარტო იქ პატარა ფანჯარაა დატოვებული. ცენტრის ახლომახლოს კარგად არის აღებული და ჩოკმაც კარგად იმუშავა, რომ ეს მკვრივი და მაგარი უხეში კონტეინერი კარგად დახრა და გახსნა ბოლომდე. ამ შემთხვევაში ეს მომეწონა ახლა. ეხლა გვექნება მეხუთე გასროლა. ხოდა
4 ნომერი ვისროლეთ, 2 ვისროლეთ, პირველი ვისროლეთ, 6-იც ვისროლეთ ზუბერი. ანუ ცოტა ისე 4-თან მიახლოებული რო არ იყოს და ვინმე მართქვას რომ ეს თავის დატენილი ვაზნებით ტრაბახობს და თავის ასაკებსო. 4 ქარხნული არ მაქვს, მაგრამ აი ქარხნული ვიპოვე ისევ და ისევ აზოტის სიბირი. ოღონდ ეს 3 ნომერია. ხო და ვესროლოთ ეს 3 ნომერიც კონტეინერშია ესეც. თუ ვიპოვეთ კონტეინერი ავიღოთ. შევაფასოთ მერე ჩოკის მუშაობა მასზე. თუ არა ახლა 3 ნომერი ვესროლოთ. მეხუთე გასროლა. ხო ეს 3 ნომერიც არის 35 გრამი. ნახეთ, გადმოტირა, მაგრამ არ გამოვაგდო. აი, ამიტომ არ მომწონს ეს ვაზნები. თუმცა კარგი ბაგვანი გაადინა დაფაზე და ეს გვერდულად შემოატრიალა. აი, მოვდივარ და ნახეთ სამიზნემდე რამდენი მანძილი, ალბათ ერთი 10-12 მეტრია და სად ვიპოვე ეს, ნახეთ როგორ არის აზოტსიბირის კონტეინერი გადაფუჩქნურ გადახსნილი. ძირში დახრული. კარგია. არა უშავს, ნორმალური შედეგია, იმიტომ დაფა აქეთ შემოტრიალებული ასე იდგა, რომ გასროლისას ვიგზენი რომ მარცხნივ გამექცა და გაგრას ზუსტად მარცხენა მხარეს შემოატრიალა სამიზნე. მეხუთე გასროლის შედეგი ნომერი 3 35 გრამი, აზოტ სიბირი 35 მეტრი, ჩოკი 0.5. 0.5. იგივე 3 ჭრილი, რუსული პროგრესი უჟანგავი ფოლადის. აქ ახლა ასე შორიდან დავიკავებ, რომ კარგად გამოჩნდეს. ესეთი სურათი გვაქვს მიღებული, აშკარად მარცხენა მხარეს არის გამოქცეული, რომელიც გასროლის მომენტში ვიგზენი და აქ ეს ვაზნას ვერანაირად ვერ დავაბრალებ, იდეალური გაშლაა და რო არ გამქცეოდა, ალბათ ერთი მაგდენი მეორე ცარიელ ადგილზეც იქნებოდა მოხვედრილი. თუმცა ცენტრი და ცენტრის ახლო-მახლო მანძილი მაინც აღებულია და დაზიანებულია. ეხლა ცოტა დროში შეზღუდულადა ვარ. რამოდენიმე გასროლა მქონდა კიდე დაგეგმილი, მაგრამ ვეღარ ვახერხებ. და ერთი საინტერესო გასროლა გვექნება კიდე ჩოკის ნახრეთების, ანუ იგივე პორტების მუშაობაზე და მერე ვნახოთ. ასევე გვექნება ერთი სიურპრიზი გასროლაც. დღეისათვის ახლა გვექნება ეს ბოლოსწინა გასროლა და გაჩვენებთ ახლა თუ რას ნიშნავს ეს ნახრეთები, იგივე პორტები ამ ჩოკზე. როგორ მუშაობს, როგორ ხდება აირის ვარდნა და რეალურია თუ არა, რომ ნახოს ყველამ. ესე იგი ამ ნახრეთებზე ვახვევთ საიზოლაციო ლენტს, ბევრ ფენას, გასროლის მომენტში იმის გაზების წნევის ქვეშ უნდა დაიგლიჯოს და მოშორდეს. იმედია ჩანს. აი ასე მოვახვიეთ.
აგერ დავახვიეთ და ახლა გავისწავლოთ დააკვირდით ლულის წინი. ნახეთ ხომ? აქ იმ ხელა წნევაა, რომ სხვანაირად არ შეიძლება ყოფილიყო. ახლა ვეძებ სად გადავარდა ის ნაგლეჯები. ესეც ჩვენი იხვის საყვირები. მარაგში მეტი აღარ აგვაქვს. ეს ორივეზეც სტაფილოსფერ მწვანეზეც და ამ ცოტა ისეთი რა ქვია, ხაკისფერებზეც ვიდეოები გქონდა. ყველა არის 100%-იანი მუშა საყვირები. ზედ არის აკრილში დამზადებული, ქვედა არის პოლიკარბონატით, რომელიც არის საკმაოდ მძლავრი და ისეთი გამძლე მასალა. ხო, ეს ქვედა ორი არის ორენიანი, ზედა არის ერთენიანი, პლუს ამას მოყვება მეორე 5 ერთში, ანუ ჯერო კი კუცადგისაა და კიდე სხვა იხვების ხმები. ხმები იცით თქვენ. ვიდეოზეც გქონდა, ეხლაც ალბათ გაიგებთ. ეს არის ეს ხაკისფერი ერთენიანის ხმა და ეს უკვე პოლიკარბონატის ორენიანი, ესეც საკმაოდ ისეთი მუშავირია, რასაც იტყვიან, ეს უკვე ორენიანია. ასე რომ ჯერჯერობით ეს კიდე მარაგში გვაქვს. ეხლა კი მთავარი სიურპრიზი ჩავატაროთ და შევამოწმოთ ეს პოლიკარბონატის მასალა გამძლეობაზე. ჩავატაროთ ამ საყვირის კრაშ ტესტი. კრაშ ტესტი მდგომარეობს იმაში, რომ სადღაც ალბათ 30 მეტრიდან ამ საყვის ვესვრი ჩვენთვის საყვარელ ზუბერის 6 ნომერს. და ვნახოთ რა მოუვა. 35 მეტრზე ხო გახსოვთ ეს ჩვენი ქვა? ეხლა გადავზომოთ 5 მეტრს, ნუ 5 დიდ ნაბიჯს წინ. 1 2 3 4 5. ნუ ესეც მე-6. იყოს ასე. ვიდობით ეს საყვირო ჩამოვარდა, აშკარად მოხვდა. ვნახოთ. აქვს ერთი მონახვედრი, აი. მაგრამ საყვირი მთელია. აი, ხედავთ ხომ? ხა დაუკრავ. აი. ფეხებიც ვერ მოჭამა 6 ნომერმა საფანტმა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მასე ურახუნობს საყვირებს, მაგრამ ეს მითი არ არის, რომ პოლიკარბონატი ერთ-ერთი გამძლე მასალაა და მაღალი ხარისხია. ეს იყო სულ.
მოვედით უკვე სახლში ვართ და ესეც დღევანდელი გადაღებული ვიდეოს დასკვნითი ნაწილი, ანუ ეპილოგი. იგი დღეს რაც ვისროლეთ, რამოდენიმე გასროლა რაც გავაკეთეთ სხვადასხვა ნომრებით, ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ჩოკის უჟანგავი ფოლადის პროგრესის წარმოება რუსული იჟევსკის გამოშვება არის 0.5-იანი, აწერია კიდევაც 0.5-იანი, იგივე 3 ჭრილით. უჟანგავი რო უბრალოდ გაუსვავ ხელს და ეს არც კოროზია აიღებს ამას, არც შეჭამს, არც არაფერი გაჭვარტული არც გამიწმენდია ხელზე მაგის. დღეს რაც ვისროლეთ. შიგნიდანაც ზედაპირი იდეალურადაა დამუშავებული და ძალიან მომეწონა ამ ჩოკის მუშაობის შედეგი. მაგრამ რა მინდა ვთქვა, რომ ყველა მინდა სწორად გაიგოს, რომ ეს ჩოკებია, ეს ნახრეტებიანი, ანუ პორტირებული ჩოკები პანაცეა არ არის და ასეთი ნაქვია ჯადოსნური დამალი თოფისთვის არ არის. პირადად ჩემი აზრია, რომ ის მშობლიური ჩოკები რაც თოფს მოყვება, თუ კარგად მუშაობს, ეს ჩოკები საერთოდ არ არის საჭირო. ტყუილა თანხის დახარჯვაა ზედმეტი, მარტო იმიტომ რომ ლამაზად გამოიყურებოდეს თოფის ლულა, ნახდათ არ აღირს. მაგრამ არის მთელი რიგი თოფების მოდელები, რომლებსაც ისეთი საზიზღარი ჩოკები მოყვება, რომ თავის დასმულ ამოცანას თავს ვერ ართმევს. აი მათთვის უკვე მისწრება იქნება ესეთი ჩოკი. თორე ამ ჩოკიდან დასრული საფანტი თავისით სამიზნეს ვერ გაეკიდება და იღს და წყერს და კაკაბს და ტყის ქათამს თავისით სითბური დამიზნებით ვერ გაყვება და თავისით ვერ ჩამოაგდებს. თუ სროლა არ იცის და მსროლელს არ აქვს პრაქტიკა, გინქონია გინდა რა ესე ვთქვათ. ამიტომ ეს გამოსავალი არ არის, ეს სჭირდება მხოლოდ იმათ, რომელიც თავისი მშობლიური ჩოკებით რაც თოფს მოყვა, იმით უკმაყოფილოა და სხვადასხვა ტესტებიც აქვს, გამოცდებით ჩატარებული და ანუ არ აკმაყოფილებს. ამ ჩოკის ამ პორტირებული იგივე ნახვეტებიანის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ აი 5 გასროლიდან 4 კონტეინერი ვიპოვეთ. 4-ვე არის, უბრა პირველი იყო ეს არის კლავპატრონი არა, ბოდიში აზოტ სიბირი. პირველი ნომერი რო გავისროლეთ, ნახე, სულ დაღეჭილი და გამძვრალი აქვს ეს კონტეინერის ფრთები და თანაც მთავარია უყურეთ, რომ მუშაობს ეს, იქიდანაც ჩანს პორტები, რომ ნახეთ, როგორ ქვედა ობტურატორი როგორ გვირგვინივით არის დახრული. შემდეგ კიდე რამოდენიმე გასროლის მერე ვისროლეთ ის იგივე აზოტ სიბირი 3 ნომერი. აი ესეც ესე მიხაკივით გადახსნილი იყო. იგივე ანალოგიური ნახრავები აქვს ობტურატორზე. ანუ აქ ისეთი მაღალი წნევა იქმნება, რომ როდესაც გადის ამ ნახრეტებს ისეთი კუთხით არის, ხომ? ეს აი თითი გეგონება ნემსკავს ედებაო რა, ასე ვთქვათ. ყველა ვარიანტში კონტეინერზე წამოდებას აკეთებს და მის ჩამოფხრეცვას ჩამოხევას. რომ მოხდეს ფრთების, აი როგორც აქ არის, ესე იდეალურად, ან უკეთეს შემთხვევაში კიდე საერთოდ ლულის დატოვების მომენტში საერთოდ წააწყვიტოს ეს ფრთები. შემდეგ იყო კიდევ ეს იყო ზუბერის. აი მახსოვს 6 ნომერი ზუბერის, რომელსაც ისეთი საშინელი კონტეინერები აქვს ამ ზუბერებს, რომ ქონდა მე და ირაკლის რამოდენიმე ვიდეო გადაღებული ვიპოვეთ და ეს საერთოდ შეერთებული იყო ჩვეულებრივი ჩოკით ნასროლი იყო. აღარ მახსოვს რა თოფი იყო, MP27 იყო ჩემი ჩვეულებრივი ჩოკებით, ყოველ შემთხვევაში ასეთი პორტირებული არ იყო. ნახრეტებიანი ჩოკი არის. აი აქაც ნახეთ, საერთოდ შეჭმულია, გაცვით ამთლიანად კონტეინერისგან არაფერი არაა დატოვებული. და ანალოგიური რამე მოახდინა, ხო, აი აქაც უყურეთ. აი ამოჭმულები, ამოხრულები ობტურატორზე დაღეჭილი. იგივე გააკეთა ტახოზე. ნახეთ, არის მე კი არის მეფის გვირგვინივით დახრული.
და ტახოს კონტეინერიც კარგად გახსნა. და ბოლოს კიდე ჩვენი crash test-ი რო ჩავატარეთ, ეგ იყო საერთოდ დამაგვირგვინებელი. 6 ნომერი დავდეთ, აი პოლიკარბონატის საყვირზე ვერც გახურით და ვერც ვერაფერი ვერ უქნა. არა, გაბზარულიც კი არ არის. ეს არის ორენიანი, როგორც იცით, აი აქ საერთოდ შემხებლობაც კი არ ქონია, შეგით არც შესულა. მუშაობს ისევ, ეს ჩემთვის არაფერი არ არის. ისედაც ჩემთვის მქონდა დატოვებული მე ეს საყვირი და ვინაიდან იმედი მქონდა რომ ეს ისეთი გამძლე მასალაა, ამაზე შეიძლება მანქანაც გადაატარო და არაფერი არ მოუვიდეს. ჩვეულებრივად უკრავს. საერთოდ ხმა არ შეცვლია. აი ეს იყო დღევანდელი დღის შედეგები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი მადლობა არხის გამოწერისთვის, ლაიკებისთვის, კომენტარებისთვის და ჩვენი არხის თანადგომისთვის. თქვენი დახმარებით არის რომ ეს არხი ნელ-ნელა წინ მიიწევს, გამომწერები გვემატება, ნახვები გვემატება, აქტივობა მატულობს და YouTube-იც თავის რეკომენდებულ ვიდეოებში როგორც წესი ხშირ-ხშირად აჩენს ხოლმე. ხო, როგორც გითხარით, ასეთები, ზუსტად ასეთი იგივე მასალით დამზადებული, როგორც მწვანე ფერი და კიდევ ის 2 აკრილის, რომელიც კომპლექტია ის 2 ცალი 5 ერთში და ის მეორე. ჯერჯერობით 2 ცალი კიდევ გვაქვს მარაგში. წელს მეტის ჩამოტანას აღარც ვაპირებთ უკვე და გვაქვს ერთი სიტყვით. მესენჯერზე მოგწერეთ, აქ სადღაც გამოჩნდება ახლა ისევ და ისევ ჩვენი მესენჯერი, გიპასუხებთ მესენჯერზე. აბა კარგად იყავით, ყველას წარმატება მინდა გისურვოთ.